ცხოვრებაში შეცდომებს ყველა უშვებთ, მაგრამ ჩვენი შეცდომები არაფერია იმ მასშტაბურ შეცდომებთან შედარებით, რომელთა შესახებაც ამ ვიდეოში მოგიყვებით. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კოსმოსისათვისებას ცდილობენ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, მაგრამ რეალურად სულელურ შეცდომებს NASA-ს თანამშრომლებიც უშვებენ. 2003 წელს მეტეოროლოგიური თანამგზავრი ნოა პრაიმი მწყობრიდან იქამდე გამოვიდა, სანამ ის კოსმოსში გაუშვეს. ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ თანამგზავრი ერთ-ერთი მორიგის შემოწმების დროს პერსონალს დაბლა დაუვარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ცოტა ხნით ადრე რამდენიმე მექანიკოსმა თანამგზავრს ათობით ჭანჭიკი მოხსნა. ამის შესახებ კი მათ სხვა თანამშრომლები არ გაუფრთხილებიათ. სპეციალისტების შეფასების მიხედვით, ამ ბანალური შეცდომის გამო თანამგზავრი 2008 წელს კოსმოსში ვერ გაუშვეს. მისი გაშვება 1 წლით გადაიდო. პროექტი კი დაგეგმილ თანხაზე ორჯერ მეტი დაჯდა. თანამგზავრის ღირებულება $239 მილიონი იყო, ხოლო მისი შეკეთება კომპანიას დამატებით $217 მილიონი დაუჯდა. 2019 წელს ჯორჯიის შტატის სანაპიროსთან დიდი ზომის ტვირთმზიდი Golden Ray ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ ის სანაპიროსთან ახლოს იმყოფებოდა, გემის სრულიად ამოტანა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოხერხდა. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ბორტზე 4000-ზე მეტი ავტომობილი იყო. ასეთი გიგანტური ტვირთის გადასატანად კი გემის ნაწილებად დაჭრა გახდა საჭირო. საინტერესოა თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, გემი Kia-ს მარკის ავტომობილების სიმძიმის გამო ჩაიძირა. სწორედ ამ მანქანების გამო გემი პორტიდან გასვლის შემდეგ 1 საათში გვერდით გადაიხარა და ამობრუნდა. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ გემის წყლიდან ამოყვანის ოპერაცია $840 მილიონზე მეტი დაჯდა. არადა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი ტვირთის წონას სათანადოდ შეამოწმებდა. შემდეგი ისტორია ლუიზიანას შტატში მდებარე პენიორის ტბას უკავშირდება. დღეისათვის ის ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ 1980 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო. იმ წელს ტბაში ნავთობის მომპოვებელი კომპანია მუშაობდა, მაგრამ ერთ მომენტში ბურღი მიწაში ზედმეტად ღრმად ჩავიდა. პლატფორმაზე მომუშავე ადამიანებმა ითაურობა სწრაფად დატოვეს. რამდენიმე წუთში წარმოუდგენელი რამ მოხდა. დიდი ზომის პლატფორმა მოულოდნელად ჩაძირვა დაიწყო. არადა ტბის სიღრმე მხოლოდ 3 მეტრი იყო. ტბაში გიგანტური მორევი წარმოიქმნა, რომელიც ყოველ წამს უფრო ფართო და ღრმა ხდებოდა. რამდენიმე საათში მისმა დიამეტრმა 55 მეტრი შეადგინა. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ჩაითრია მორევმა ბუქსირი, 11 ბარჯა, 2 მბურღავიდან ადგარი და მცირე ზომის კუნძული ბაღით. საინტერესოა, თუ რატომ მოხდა ასეთი რამ. როგორც აღმოჩნდა, ტბის ქვეშ მარილის მაღარო მდებარეობდა. ბურღმა კი მისი ზედა ნაწილი ჩახრიდა. ამ დროს მაღაროში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მათ იქაურობის დატოვება დროულად მოახერხეს, მაგრამ გაურკვეველია, თუ როგორ არ იცოდნენ ორივე მხარეს მომუშავე ადამიანებმა ერთმანეთის შესახებ. შედეგად, ტბა პენიორი რამდენიმე დღეში მარილიანი გახდა, ხოლო მისი ეკოსისტემა მთლიანად შეიცვალა. ეს გვირაბი შვედეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ერთი შეხედვით, თითქოს ის არაფრით გამოირჩევა, მაგრამ რეალურად ამ ადგილს განსაკუთრებული ისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ გვირაბის მშენებლობა 23 წელი გაგრძელდა. ამის მიზეზი კი მიწისქვეშა წყლები და არამყარი გრუნტი გახდა. როგორც ჩანს, მშენებლებმა პროექტის დაწყების დროს საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასეს. საბოლოო ჯამში პროექტი $1 მილიარდზე მეტი დაჯდა. უამრავი ექსპერტი ერთხმად ამტკიცებდა, რომ ორვილის დამბა მოძველებული იყო და ამის გამო მისი ჩამოშლის მაღალი რისკი არსებობდა, მაგრამ რატომღაც მათ არავინ უსმენდა. ამიტომაც 2017 წელს, როდესაც დამბამ რღვევა დაიწყო, დროული რეაგირება უკვე აღარავის შეეძლო. დამბის ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ წყალი პირდაპირ მთის ფერდობზე ეშვებოდა, რომელმაც რაღაც მომენტში ზეწოლას ვეღარ გაუძლო. გარდა ამისა, იმ პერიოდში კალიფორნიაში ძლიერი წვიმები დაიწყო. კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ახლომდებარე რეგიონებიდან 200,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ჩამოშლილი დამბის რემონტი კი 2 წელიწადს გაგრძელდა და მის შესაკეთებლად გაწეულმა ხარჯებმა $1 მილიარდ გადააჭარბა. ოდესმე გინახავთ, რომ სახლი ასე ეცემოდეს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი შემთხვევა იშვიათად ხდება და ამისათვის გარკვეული წინაპირობებია საჭირო. თქვენ ახლა ფოტოზე წაქცეულ კორპუსს, Lotus Riverside-ს ხედავთ. ეს შემთხვევა კი ჩინეთში 2009 წლის 27 ივნისს მოხდა. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად უმჯობესია ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ. თავდაპირველად, მშენებელმა კომპანიამ 13 სართულიანი კორპუსი ააგო. ამის შემდეგ, მათ შენობის ქვეშ არსებული მიწა 5 მეტრის სიღრმეზე ამოიღეს, რადგანაც მათ მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთება შესძლებოდათ. ამოღებული მიწა, რომლის სიმაღლეც 10 მეტრს შეადგენდა, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ მდინარის პირას დაყარეს. მიწის სიმძიმის გამო მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და წყალმა შენობის ქვეშ გადინება დაიწყო. წყლის უწყვეტი ნაკადის გამო ფუნდამენტი დარბილდა და საბოლოოდ შენობა წაიქცა. საბედნიეროდ იმ დროს შენობაში მხოლოდ 1 ადამიანი იმყოფებოდა. რთული წარმოსადგენია, თუ როგორი მასშტაბური კატასტროფა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის წაქცევის დროს შენობაში უკვე მობინადრეები იქნებოდნენ შესახლებულნი.
ეს განადგურებული კონსტრუქცია ჰარი პოტერის ცნობილ სცენას გავს, მაგრამ ეს არა ლონდონში მდებარე მილენიუმის ხიდი, არამედ ვაშინგტონის ერთ-ერთი ხიდია და ეს კადრები სამწუხაროდ რეალურია. ჯერ კიდევ 1940 წელს ნათელი იყო, რომ ხიდის მშენებლობა ცუდად მიდიოდა. სწორედ იმ პერიოდში მშენებლებმა შენიშნეს, რომ ძლიერი ქარის დროს ხიდი ზედმეტად მოძრაობდა. მიუხედავად ამისა, პროექტში შესწორებები არ შეიტანეს და მისი მშენებლობა ძველებურად გაგრძელდა. ამიტომაც ხიდის გახსნიდან 4 თვის შემდეგ ის ჩამოიშალა. თქვენს წინაშე ბაჰამის კუნძულების ტანკერი პრესტიჟია, რომლის ჩაძირვამაც 2002 წელს ევროპის სანაპიროებისთვის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. თავდაპირველად გემი ძლიერ შტორმში მოყვა, რის გამოც მის კორპუსში დიდი ზომის ბზარი გაჩნდა. ამის შემდეგ კი ამ ბზარიდან გადმოსული დიდი რაოდენობით მაზუთი ზღვაში ჩაიღვარა. ტანკერმა ესპანეთის პორტში შესვლა სცადა, მაგრამ ის პორტში არ შეუშვეს. სწორედ ასე მოიქცნენ პორტუგალიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებიც. ყველასგან უარყოფილი გემი მალევე ორ ნაწილად გაიყო და ჩაიძირა. ამის გამო ზღვაში 90,000 კუბომეტრი ნავთობი ჩაიღვარა. როგორც უკვე გითხარით, ავარიის შედეგები კატასტროფული იყო. იცით რა საერთო აქვთ ჩრდილოეთ კორეასა და ვარსკვლავურ ომებს? ეს კითხვა უცნაურად მოგეჩვენებათ იქამდე, სანამ მხენიანის მთავარცად ამბრძენს სასტუმრო რიუგენს არ ნახავთ. ის რატომღაც ფილმში ნაჩვენებ კრეისერს წააგავს. ეს სასტუმრო უკვე ათეულობით წელია რაც მიტოვებულია. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. ექსპლუატაციაში კი ჯერაც არ შესულა. უბრალოდ წარმოიდგინეთ 105 სართული, 330 მეტრის სიმაღლე და აბსოლუტური სიცარიელე. მშენებლობის შეჩერების მიზეზი ბანალურია. ხელისუფლებას მის დასასრულებლად საჭირო ფული არ ჰქონდა. ინვესტორებმა კი ამ პროექტში ფულის ჩადება არ ისურვეს. ყოველ ჯერზე, როდესაც სამსახურში გამოვლენილი უყურადღებობის გამო საყვედურს მიიღებთ, უბრალოდ გაიხსენეთ ეს ისტორია. ამ ფოტოზე ესპანური წყალქვეშა ნავი S80-ია, რომელსაც თითქოს რაღაც წყევლა აქვს. თავდაპირველად დადგინდა, რომ წყალში ჩასვლის შემდეგ მას ზედაპირზე ამოსვლა აღარ შეეძლო. ამიტომაც ის 10 მეტრით დააგრძელეს. ამის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის ნავსადგურში აღარ ეტეოდა. ამ დაშვებული შეცდომის გამო 4 წყალქვეშა ნავის მშენებლობა $2 მილიარდზე მეტი დაჯდა, რაც პროექტის საწყის ღირებულებას ორჯერ აღემატება. ოდესმე არასწორი ზომის რაიმე-ნივთი თუ გიყიდიათ არ ინერვიულოთ, რადგანაც შესაძლოა უარესიც მომხდარიყო. აი მაგალითად ფრანგულმა სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსთვის 2000 მატარებელი შეუკვეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტროსადგურთა უმეტესობისთვის ეს მატარებლები ზედმეტად განიერი იყო. ამ შეცდომის გამო მეტროსადგურების გადაკეთება გახდა საჭირო, რაც ასობით მილიარდი ევრო დაჯდა. ხანდახან ადამიანების მოქმედება ჩვენში გაოცებას იწვევს. ეს ისტორია ნიუ-მექსიკოში 2000 წელს მოხდა. ქალაქი ლოს-ალამოსის სიახლოვეს პროფილაქტიკის მიზნით რეინჯერები გამომშრალ მცენარეებს წვავდნენ. როგორც წესი, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ტყის ხანძრები არ გავრცელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და ცეცხლის მართვა უკვე შეუძლებელი გახდა. შედეგად, ნიუ-მექსიკოს შტატში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ტყის ხანძარი ერთი თვე გაგრძელდა, რის გამოც 20,000 ჰექტარის ფართობის ტყე დაიწვა. რეგიონიდან დაახლოებით 30,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ზარალმა კი საერთო ჯამში $1 მილიარდი შეადგინა. ლონდონის ზოგიერთი რესტორანი საკუთარ მომხმარებლებს უცნაურ მომსახურებას სთავაზობს. მათ კვერცხის შეწვა პირდაპირ ქუჩაში შეუძლიათ. ამისათვის კი ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია საჭირო არაა, რადგანაც ამ ადგილას ტემპერატურა 90 გრადუსს აღემატება. ყველაფრის მიზეზი კი ეს 27 სართულიანი სათავბრჯენია. ხედავთ, რამდენად ძლიერად ირეკლავს ის მზის სხივებს? ამ არქიტექტორებმა კი როგორც ჩანს, ეს ფაქტი ვერ გაითვალისწინეს. მათ დაშვებული შეცდომის შესახებ კი მხოლოდ 2013 წელს შენობის დასრულების შემდეგ გაიგეს. გარდა იმისა, რომ შენობა შუშისაა, მას დახრილი ფორმაც აქვს, რის გამოც ბიზნეს ცენტრის შენობა გიგანტურ ლინზად იქცევა. ეს გიგანტური ლინზა კი უამრავ ავტომობილს აზიანებს. ეს ხიდი მაყურებელთა უმეტესობას ფილმებიდან ეცოდინება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენ არ იცით, რომ სან-ფრანცისკოსა და ოკლენდს შორის მდებარე ხიდი კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია. მისი აგება $6.5 მილიარდი დაჯდა, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტი აუცილებლობას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ ამ ხიდის წინამორბედი 1999 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ჩამოინგრა. ამიტომაც მშენებლებმა ბევრად მყარი ხიდი ააგეს. ითვლება, რომ ხიდი ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, ხოლო მისი გამოყენება ადამიანებს კიდევ 150 წელი შეეძლებათ. ეს ისტორია გვიჩვენებს, თუ რამდენად კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს თანამშრომლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა. მე-20 საუკუნის ბოლოს კომპანია Firestone-მა ბაზარზე ცუდი ხარისხის საბურავები ჩაუშვა. ამ შეცდომას უამრავი ავარია, მინიმუმ 271 ადამიანის დაღუპვა და 800-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა. შეცდომის დასამტკიცებლად დაწყებული დავა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ კომპანიამ საბოლოოდ შეცდომა აღიარა და 14 მილიონი საბურავი რეალიზაციიდან ამოიღო. კომპანიის საერთო ზარალმა $1.5 მილიარდზე მეტი შეადგინა, ხოლო მათი რეპუტაცია სამუდამოდ დაზიანდა.